ხო? ჩაირთო, წერანს მეგონა რომ ჩაირთო და ერთი ვიდეო გამიფუჭდა უკვე. მოდი ვილაპარაკოთ დღესა ტექნიკაზე, ძმაო. ხანდახან ძალიან ზედმეტს ხوار ვენდობით ამ ტექნიკას, იმიტომ წერა ვენდე ძმაო მეთქი ეთქო დავაჭირეთ ხო, ჩაიწერა ვიდეო თქო. შევედა 5 წამიანი ვიდეო არის. ანუ სადღაც ისე ცუდად დავახველე რომ მეთქი მოდი ამ ვიდეოს დასაწყისში ვერა, ანუ რას შევით გავხალხო მეთქი, ეგ თქვი და ეგრევე ჩამახველა ეგრე რა. სულ დანამოვაგდე რაღაცები და ამ სცენაში შემხვდა ოთოს TikTok-ი. ის ლომი ოთორო არის. მაგისი რაღაცა ნახველზე. აისა? რა იცი არ მეგობრებო, რამდენი ნახველს იტევს გულიო რა. და იქით ვიღაცა აკეთებდა და აღარ იტევს. კაი შეტყე მომეწონა. ხო, სად ვიყავ? აღარ მახსოვს სად ვიყავ. ხო და გავჩე დამახველა რა და გავთიშე მეთქი თავიდან დავიწყე თქო ეს დახველებას რა ვასმენინო ხალხს თქო და ზოდავაჭი მეორე დაღაჩა ერთო. ხო ეგრე არის მე ვფიქრობ რომ ავჭე ძალიან მინდობილები ვართ. რაღაცებს იმაზე მეტად ვენდობით ვიდრე უნდა ვენდობოდეთ ჩემი პირადი მოსაზრებით და მაგარი არასწორი რაღაცაა. თუნდაც მანქანების ავტოპილოტებს ვენდობით ტესლას ვენდობიან ხალხი მე მაგალითად ვერ ვენდობოდი ძმაო. რა ვიცი მე როდის დააერორებს იმას. სად რა შეუვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა დინამიკს შეგიძლია ენდო. ო აი მუსიკა ჩაირთო, როცა ჩაირთოს არ არის პრობლემა. რაღაცას რაც მნიშვნელოვანი არის, იმას ვერ ენდობი რა. თუნდაც რაღაც აი კომპიუტერში რაღაც ფაილს წერდე, რომელიც საჭირო არის, ინფორმატიულია და ისა და ესა. აქ დროს რაღაცა ხომ უნდა ქნაა და ვერ აშვები. ნოდარ, მოდი აქ შენს არხზე მოგვიყევი. მოდი, აი მოგცემ მე, მოდი. მეორე მიკროფონს მოგცემ შენ. დინალესი ბათქო. ოღონ ტვინი არ მოტყნა ძალიან და. ეს რა ვქენი. ჩავთი. Noise cancellation. ხო არ აყენი? არ აყენი. აჰა. დააჯექი და ლენკამ ჩანვართ. კიო, ჩანვართ. დავა, ევრო მოპე. გამარჯობა. არხი რატო გააკეთე? არ ვიცი მართლა. რაღაცების თქმა რომ მინდა ხოლმე მოდიوار ხოლმე და პირველ ნომერზე ვჯდები და უყვები 12 ადამიანს და არ ჯობია რომ დავჯდე ხოლმე და აი იმ 200 გამომწერს მოვუყვე ჯერჯერობით ვინც ყავს? ახალი სკამები გვაქვს ნაბო. ხო. რა ვიცი, არხი გავაკეთე. ვიდეოები, რაღაცები, იდეები მომდიოდა ხოლმე, მაგრამ აი არხი რო არ მქონდა, ვფიქრობდი რომ აზრი არ მქონდა და არ ვაკეთებდი ხოლმე არაფერს რა. ხო და ეხლა უფრო მეტი იდეა მომდის ხოლმე, მაგრამ მაგარი იდეები მომდის. დღისით რო დღისით 19 წელი მაგროვებდი 13 წელ ბრელოკს. 14-ს. და მე 15-და მეკიდია ჩანთაზე და იქ დამოვწა რომ მეჩვენებინა. აი მაგალითად დღეს რა პრობლემა მჭირს მე რა. დღეს მაგარი მუღამით, მაგარი აი იმენა სტიმულით და ემით მოდიოდი უნივერსიტეტიდან რომ მეთქი რომ მივალ ძალიან ბევრი ვიდეო უნდა გადავიღო და ჩემი YouTube-ის ვიდეოსაც გადავიღებ, ლენკაზე ელოსაც გადავიღებ რაღაცებს ფულ რომაფიისთვის, ქვიზებსაც ჩავწერ ჩემი TikTok-ისთვის და მოვედი და აი ვაფშე რატო არსებობთ. და აი სულ დამეკარგა მუღამი ყველაფერს და დავიძინე. Короче, ჩაჯმული ვარ და მენტალურად დამასაფონდეთ, თორე იმ არხს რასაც ვაკეთებო, იქ ბევრი გამოწერით თუ არ მომაყოლეო, თავს მოიკლავ ცოტა ხანში. ეს იყო მოკლეში ნარსი, რაც ისაუბრა. ხო რა. ხო, მაგრამ ელოშას ვიდეოებზე მეტი ნახვა და ლაიქი ქონდა ჩემს პირველ ვიდეოს. ჩემს პირველ ვიდეოს გითხრა რა? არა. პირველზე არ არის აქ, ნო. ძალიან რთული არის, როდესაც 100 ვიდეო გაქვს. ბიჭო, ვიდეოები ეს ვაა, ლენკა. ჩემი დაედითებულ. ლენკას თავის ქვიზი შეხვდა რა ქვიზი? რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მაფიის ქვიზი. მაგრამ ესა, короче, პირველ ნომერზე მოდის ხოლმე მაფიის სათამაშო დაждდება ხოლმე რაღაც გამაგარი გახსნა მაქვს, იტყვის, გახსნის 11 კაცი აჯვავს მე. ესა ბრაზდება. რაღაც ეტაპი. 11 კაცი მეწოდები, 11 კაცი მაჯვავს. ხო, ანუ ის არ რო ვახ, რა კარგად გახსნა, ეს არასდროს არ მომიზვენია. ოჩახ ნოდარ. ეგ არა. გაიხარე. 19 წელს ასაკში კაია. მე ზედმეტად ვენდობი ტექნიკას. ხო, არ უნდა ენდოთ. მე არ ვენდობი ზედმეტად რა. დაჟე UPS-ი რომ მქონდა ხოლმე, მაშინაც ანუ თავის დროზე არ იყო ხოლმე რა, ეს მარტივად რეალობა არ იყო რა. და დენიო მიდიოდა ხოლმე. მეც მქონია UPS-ი. UPS-ი მქონდა და მაგას მაინც არ ვენდობოდი ხოლმე და კონტროლეს ვაჭერდი ყოველი შემთხვევისთვის ხოლმე რაღაცას თუ
ვაკეთებდი და წერდი რა და ხშირად წერდი ხოლმე მაშინ სცენარისტობის პერიოდში ძალიან ბევრს წერდი ხოლმე და იმდენი Word-ის ფაილი მაქვს დაკარგული მზანზა სცენარით რაღაცების გადასაღებად ვერ წარმოიდგენთ ძალიან ბევრი ხუმრობა მაქვს დაკარგული აი მე მზა ესე კონფეტი ხუმრობები ტელეფონში მქონდა და ისინიც დამეგარდა აი არ უნდა ენდო რა ფურცელზე რომ მქონდა ხო ვერ დავკარგავდი გამარჯობა შეიძლება მოდი ვიდეოს ვიღებთ მოდი ხო და რავი რა ცოტა გეობა არის რა ტექნიკა მაგრა ასწავლებს რა გიმარტივებს საქმეს მაგრამ შეიძლება ერთი შეცდომით პოზიში მთელი ცხოვრება რაც გიმარტივა ერთიანად გაგიფუჭოს საქმე რა აი დაფიქრდი დაუშვათ იურისტი ხარ რა არა ეკონომისტი ხარ და ბუღალტერია გაქვს გასაკეთებელი და რაღაც დილამდე არის გასაკეთებელი გააკეთე ეს ყველაფერი ღამე კონტროლეს არ დააჭირე და აგეშალა პოზიშვილი იყო ყველაფერი ვაფშე მთელი ის მაგრამ ანუ მოხდი მაღლივიდან დილით გაიღვიძე და დედა აქვს მონტყუნული რაღაც პლატაა დამწვარი ზმა იმიტომ რომ მაღალი დენი მოვიდა ანუ ეგეთი კი იშვიათია მაგრამ ხო არ შესაძლებელი და всё ეგრევე ტრაქში წრავილი ციხლი ეგრე შეიძლება სროკზე მოგიწევს ასე რომ მაგიზეო მე კომპიუტერი დაგეწოშე მაგით უნდა აერჩიოთ ნორმალური პროფესიები ეს ეკონომიკა და იურიდიული ყლეობა არის ძმაო ყველა მათემატიკაში ყლეობა არის ერთი შეცდომის გამო ან ცხოვრებისეული ვალი რო გეკიდება ან სროკზე რომ მიდიხარ ეგეთი საქმის დედა შევეცე გამოვიტან იმას საბუთებს ეკონომიკიდან რა გამოიტან რა არის მუშაო და კონდეს ეგ საბუთი მე რო ის ტელეკომუნიკაციის ინჟინერის ის სტატუსი მაქვს აი რა სადმე მუშავია ერთი მაგალითად მე ლაპარაკე რაღაც შენ დებილი გონი ხარ ჩემ აღურებად არ დებილი რა გეგონათ აუ რა დებილია მართლა დანებდა იმენა მე თუ დავიქოკე ვეღარ გავჩერდები და რაზე რა და მინდა ქოკავ შენ მინდა ქოქი მე მორჩით რა ყველად მოვედი უნდა გადავიღოთ კონტენტი აი ლენკა აუ წადი გააჯვინო და შენ გჭირდება მე რა შეგჭირდებით ხობა მარტო ლენკას ხوار გადავიღე წვილების ფოტოსესიაზე ვარ მოსული ბოზიშვილი ვიყო თუ სამსახურში რა მეკნათ ესეც სამსახურის ნაწილია აუ ახლა შენ ერთი შვიცა მალაპარაკე და ის კაროჩი ძმა არაფერს არ ენდოთ არც ადამიანებს ძმა მე ბევრი ვიცი ძმამ რო ძმა დაბრიდა სხვა შურს არაბეთში არის მე მგონი ეგ წესი მე მგონი სწორად არ მახსოვს კოჩე ძმას თუ ცოლი უყდება პატარა ძმას თუ ცოლი არ ყავს ეს ირთავს საზიარო what family sharing is caring ხო ეგეთ რაღაცა ეგ რატო გამახსენდა ეხა არ მახსოვს просто რატო თქვი ვაფშე არც მახსოვს რაზე ვლაპარაკობდი წყვილების ფოტოსესიაზე 7 წამი მალაპარაკეო და უსიო წყვილების ფოტოსესიიდან მან როგორ მივედი ბიჭო აუ რა ყლეტვინი მაქვს ნეტ რამ გამახსენა ვაფშე მეც არ მახსოვს ვაფშე არ მახსოვს კაროჩე ლენკა სამაგიეროდ ერთი 7 თვის წინდელი თამაში გვეხსოვნება ის ვინ რომელი ნომერზე იჯდა და რა თქვა და ის ფინალის ისინი დღემდე მახსოვს მეც ანუ იმ ფინალის არა აკრო ფინალი მე რო არ ვიყავი ხო ხო მაშინ მე არ მახსოვს ყველაფერი მახსოვს ვაფშე კაროჩე წარმატებებს გისურვებთ ხალხო რა გისურვებთ რომ არავის არ ენდოთ თქო ძმას თქო ძმას კლავს თქო და ეგრე ძმას კლავს კი არ ცოლებს უტყნავენ თქო ეგ უნდა თქო კაროჩე ხო და არავის არ ენდოთ ძმაო ან ყველას ენდეთ კაროჩე შუაში არ უნდა იყოთ იმას ვენდობი ამას არა ეგრე არ არის ძმა თუ ენდობი ენდე რა ძმა თუ არ ენდობი არ ენდო მე კომპიუტერსაც არ ვენდობ მე ვაფშე არაფერს აღარ ვენდობ ვაფშე გააჯვირა თვალებით ვიყურე კარგი